ამოიღე ხმა იმართლე თავი. და მე თუ გამაგდებს მე ნახო. წარმატებებს ყველას ატოუსურვებ. ეს არის ინტუიცია, მეტი არაფერი. მაკვირდება მიყურებს, უნდა რომ რაღაც წაიკითხოს საბჭოს სახეზე. შენი ბუსუნა აღარ გამიგია და. კი ბატონო, თქვენი არჩევნია. ვიყოთ თხილად. მე ამ 60 წამში შემიძლია ჩემი საყვარელი სიმღერა ვიმღერო. ნაცდება. ტელემაყურებლებო, მოგესალმებით და კვლავ მოგესალმებათ სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. მეორე სეზონი ჩვენს გაკვირვებას განაგრძობს, ჩვენს გაოცებას და დღესაც რა თქმა უნდა კარგ თამაშს ველოდებით. მაშასე, დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. პირველი ნომერი ლალიტა ლომთაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიხარია რომ ისევ თქვენი სტუმარი ვარ. ნომერი 2 კობა ბარათელი. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ვერ ვსუნთქავ ნიღაბში. და მე რა უნდა თქვა? მადლობა. ნომერი 3 ლევან სოხიტაშვილი. მოგესალმებით ყველას. ნომერი 4 ლუცა გილიგაშვილი. მოგესალმებით, უკვე მეორე დვარ აქ და მიხარია რომ საინტერესო თამაში გვექნება, დარწმუნებული ვარ. მადლობა. მადლობა. ნომერი 5 გელა დონაძე. მოგესალმებით, საინტერესო თამაშს გისურვებთ. მადლობა. ნომერი 6 კატო მიკაცაძე. მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას. ნომერი 7 ლიზა დარასელია. მოგესალმებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და მიხარია რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად. ნომერი 8 გიორგი გრიგალაშვილი. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ნომერი 9 ნიკა სოხაძე. მოგესალმებით, მეც მეორე თვარ ამ გადაცემაში ძალიან მიხარია და იმედია საინტერესო თამაში გამოგვიყვება. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას რომ მობრძანდით ჩვენთან ნიღბების ღამეში. გეხსენებათ რომ ნიღბების ღამე არის მართლაც ყველაზე რეიტინგული და საამაგიდო თამაშებში ყველაზე პოპულარული თამაშია. კიდევ ერთხელ თქვენთვისაც და მაყურებლებისთვისაც განმარტავ რომ მაგიდაზე არის ორი გუნდი, 2 ნიღბოსანი და 7 პატიოსანი მოქალაქე. პატიოსანო მოქალაქეებმა უნდა გაწმინდოთ მაგიდა ნიღბოსნებისგან, ხოლო ნიღბოსნები ეცდებიან რომ თამაშის ბოლომდე გავიდნენ რა თქმა უნდა. და მოიგონ ეს თამაში. გამარჯვებულ გუნდს ვულევუსგან გადაეცემა საჩუქრები და გამარჯვებული გუნდიდან საფინალო მაგიდაზე გადავა ერთ-ერთი მოთამაშე. აქვე უნდა გითხრათ, მატება გვაქვს. ყველას განურჩევლად გამარჯვებულისა და დამარცხებულის ყველას გადმოგეცემათ საჩუქრები ზაქარასგან, ქართული ხილისგან დამზადებული სიდრი, ნატურალური ცქრიალა სასმელი. და ვიცოდეთ რომ ზაქარას მიირთმევენ როგორც ნიღბოსნები, ასევე პატიოსანი მოქალაქეები. და რა თქმა უნდა, მაყურებელი თამაშის ბოლომდე ვერ გაიგებს ვინ არის ნიღბოსანი. ხოლო და მხოლოდ მაშინ გაიგებთ ნიღბოსნის ვინაობას, თუ მას დაატოვებინებთ მაგიდას. ესეც სულებაა. მე წამყვანი გეტყვით იმ ადამიანის როლს, რომელიც დატოვებს თამაშს. მაშასე, აღარ შეგაწყეთ თავს, ისაც ბევრი ვისაუბრე. 90 წამი თავისუფალი დრო თამაში გაიხსნა. გაცნობის 90 წამი. ეს არის მსჯელობის ყველა სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, ხო? კი, ძალიან რთულია ნამ. მართულია. ყოჩა გიმეცადინიათ. და რთულია. აჰა. დიდი გამოცდილება ქონია. მესამე თუ აი. სამე ვარ, მაგრამ ის არ ითვლებოდა, იმიტომ რომ მე პირველი ვეზე გამაგდე. ეგ არაფერს არ ხო. ერთხელ პირველი. ერთხელ მეც ერთხელ მე პირველი ზუსტად ვეზე 30 წამში გამაგდეს. მე რაც თქვა ის არის რომ ჩემ კარჩი ვარ დარწმუნებული და ძალიან მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე. ფოტოშოპს ეგ მეც უნდა მეთქვა, 1 წამში ვიტყვი რომ ძალიან მინდოდა რომ მკაცრავად. ძალიან მინდოდა რომ ნიღბოსანი ყოფილიყავი დღეს, მაგრამ არ გამიმართა. აი მე დრო ამოიწურა. ჩერა. დრო ამოიწურა.
გაცნობის წრეს გახსნის ნომერი პირველი ნომრის 60 წამი. მოგესალმებით. ძვირფასო მოთამაშეებო, წარმატებებს გისურვებ თითოეულ თქვენგანს. იმედი მაქვს, რომ დღეს პატიოსანი მოქალაქეები მოვიგებთ ამ თამაშს და როგორც წინაზე დამემართა, ისე არ დამემართება. წარმატებებს გისურვებ პირველ წრეზე ძალიან რთულია ვინმე დაასახება. მადლობა. ორ ნომერს უნდა მოусმინოთ 2 ნომრის 60 წამი. წარმატებებს ყველას რატოუსურვებ? თუ ნიღბოსანი ხარ, პატიოსნებს რატო უსურებ წარმატებებს და თუ პირიქით, მაშინ პირიქით. ხო, ერთი ეს ჯერ ვერაფერს ვერ ვატყობ. უბრალოდ ამ წინადადებაში დავეჭვდი ახლა და გელა შენ წეღან ამბობდი თავიდან, რომ დროულად გამაგდეთო, მეჩქარებაო და მას შემდეგ რაც კენჭისყრა თუ რაც ქვია იმ ცერემონიალს მოხდა, მის შემდეგ შენი ბუსუნა აღარ გამიგია და როგორ არის მან? ხო რა, ხა ჯერ ცოტა უნდა ვიმსჯელოთ, ხა სახის გამომეტყველებაზე ჯერჯერობით მე ვერავის ვერ შევატყვე, ვითომ? დრო იწურება. დანანანა. მადლობა. დროა მოიწურა. 3 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოთამაშეებო და განსაკუთრებით პატიოსანო მოქალაქეებო. ჩემი ამ დედუქციურ თამაში მოღვაწეობის განმავლობაში 3-დან 2-ჯერ პატარა დაუკვირვებლობის გამო მოიგეს ნიღბოსნებმა. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით, ძალიან დაკვირვებულად, იმიტომ რომ აღარ მინდა როგორც პატიოსანო მოქალაქემ კიდე წავაგო ეს თამაში მესამე. ასე რომ ყურადღებით ვიყოთ და რაც შეეხება ეჭვებს ჯერ არავიზე, აი მართლა ვერავიზე ვერ ვფიქრობ ვერაფერს. ამას უკვე გამოაჩენს თამაში და ვიყოთ ფრთხილად. მადლობა. 4 ნომრის 60 წამი. მეორედ ვარ მეც და მიხარია რომ ვარ, რატომაც მეგონა რომ გამოცდილება მომცემდა მის საშუალებას რომ უფრო მარტივად გამეფაქტა ნიღბოსანი, მაგრამ ძალიან რთულია, მეორედ ბევრად რთულია, ძალიან მიჭირს, მაგრამ მიხარია რომ ჩემ თხოვნამ გაჭრა ზეცისკენ და ისევ პატიოსანი მოქალაქე ვარ, შესაბამისად ბევრად თავისუფლად ვითამაშებ რა, მაგრამ ძალიან მიჭირს. ამიტომ მირჩევნია რომ ალბათ თქვენ მსჯელობებს მოусმინო და ამის დაკვირვების შედეგად გამოვიტანო დასკვნები. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. 5 ნომრის 60 წამი. მადლობას უპასუხებ, რომ თქვენ 60 წამში რომ მეპასუხო, მე შენიშვნას მივიღებდი, ამიტომ თავი შევიკავე და ეხლა გიეტყვით, რომ თუ საეჭვო ვარ, ესე იგი შეიძლება მალე გამაგდოთ და ამიტომ შეიძლება რომ სხუმრობა იყო, რა თქმა უნდა. რაც შეეხება არავის მიმართ არ მაქვს, ეხლა თამაში არ დაწყებულა და მართალია 3 ნომერმა სწორად ძალიან დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. და რაც შეეხება ისე თავის მართლების ფორმაში იყო 6 ნომერი, რომ მე პატიოსანი მოქალაქე ვარო და ამიტომ რაღაც ხაზგასმა გააკეთა, მაგრამ ეს არ არის ძალიან ისეთი ძირეული ძლიერი ასე რომ ვთქვა არგუმენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, საინტერესოდ ამას გისურვებთ და პატიოსანი მოქალაქეებს 7-ვე პატიოსანი მოქალაქე გვინდა რომ გადავრჩეთ. მადლობა. გვინდა რომ მოვიგოთ. მადლობა. მადლობა. 6 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით. მიხარია რომ აქ ვარ და ვთამაშობ დღეს თქვენთან ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საინტერესო თამაში გამოვა, რაც იმას ნიშნავს რომ მაფიოზებს მოვუწოდებ თქვენზეა დამოკიდებული, ნიღბოსნებს მოვუწოდებ თქვენზეა დამოკიდებული. საინტერესო თამაში დღეს ვითამაშებთ თუ არა, ანუ ვის მოიშორებთ და ვის არა. ემოციურ დონეზე 5 ნომრამდე ყველაზე მეტად ჩემთვის, სხვა წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება იყოს შავი კარტი, მაგრამ ემოციურ დონეზე შემიძლია განვსაჯო მხოლოდ და მხოლოდ 3 ნომერი იყო ყველაზე თავდაჯერებული ჩემთვის, როგორც პატიოსანი მოქალაქისთვის. 5 ნომერზეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, უფრო მეტად უფრო პოზიტიურად ვარ, ვიდრე ნეგატიურად და დანარჩენებზე შედარებით უფრო ნეიტრალურად. მე ერთადერთი რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და დავაკვირდები ყველას ძალიან კარგად. დიდი მადლობა. მადლობა. 7 ნომრის 60 წამი.
მოგესალმებით ყველას, ახლა დაკვირდებოდით თითოეულ თქვენგანს, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი არაფერი არ შემიმჩნევია და 2 ნომერთან მინდა ვთქვა ეს რაღაც, რომ 5 ნომერმა ახსენა ნამდვილად, რომ მე ჩაგიზგეთ რომ გამაგდოთო, მაგრამ ეს არის ძალიან მიზერული რაღაც, რადგან შეიძლება რომ გამოვეკიდოთ. ამიტომ მაგ საკითხში მე არ გეთანხმებით, რადგან პირველი წრე არის ძალიან რთულია, ესე ვთქვათ, ვინ არის ნიღბოსანი და ვინ არის პატიოსანი მოქალაქე. მე მინდა რომ ვითამაშო ძალიან კარგად, რადგან ვარ პატიოსანი მოქალაქე და არ შემეძლო წინაზე მეთამაშა, რადგან გამომაგდეს და იმედია რომ მაცდით და გამოვაქვს საინტერესო თამაში. მადლობა დიდი. მადლობა 8 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მოთამაშეებს. დავიწყებ იმით, რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩემი ისტორიის განმავლობაში დაახლოებით სულ მაქსიმუმ 4-ჯერ ან 5-ჯერ მაქვს ნათამაშები და დიდად გამოცდილი ვერ ვარ. ამ ეტაპზე შევიკავებ თავს, რა თქმა უნდა, გამოცხადებაზე ნიღბოსანის დავაკვირდები და შემდგომ უკვე მოგაწვდით ინფორმაციას მაგასთან დაკავშირებით. მადლობა. 9 ნომრის 60 წამი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე რატომღაც იმედი მქონდა, რომ ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დღეს მე ვიქნებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე თუ არ აქვს, მაგრამ ყველაზე გამოცდილი მესამე ნომერი არის და იმედი მაქვს, რომ ნიღბოსნები თუ პატიოსანი მოქალაქე ბრძანდება 3 ნომერი, იმედია ნიღბოსნები არ წაგვართმევენ პირველივე წრეზე და სამშველოდ, ასე ვთქვათ, დაგვიტოვებენ ამ გამოცდილ კადრს, ასე ვთქვათ რა. ძალიან მინდოდა სხვათა შორის არ დავმალავ, რომ ნიღბოსანი ყოფილიყავი დღეს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და კარგად შევნიხავდი ჩემ თავს, მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა და არ ვიცი ახლა ეს პატიოსანი მოქალაქეებისთვის მსჯელობისაგან იქნება თუ არა ეს ჩემი სიტყვები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პირველივეზე არ დავტოვებ თამაშს, პირველივე წრეზე. კანდიდატი უკვე მყავს, სიმართლე რომ გითხრათ, ერთი კანდიდატი მყავს უკვე, ვინც გონია ნიღბოსანი და რა ვიცი, სხვა ყველაფერში წარმატებებს გისურვებთ ყველას. მადლობა. ამოიწურა გაცნობის წრე. ერთი სული მაქვს, როდის გეტყვით ამას, რომ უნდა გადავიდე ცუდ ამბავზე. მაგიდისთვის მაქვს ცუდი ამბავი. განსაკუთრებით პატიოსანი მოქალაქეებისთვის მაქვს ცუდი ამბავი, რადგან ახლა იქნება პირველი ნიღბების ღამე, სადაც ნიღბოსნები გაიცნობენ ერთმანეთს და ნიღბოსნები გადაწყვეტენ თუ რომელი მაგიდის წევრი დატოვებს თამაშს. პირველი ვინც დატოვებს თამაშს, ვპირდებით, რომ მესამე სეზონში პირველივე გადაცემაში ვესტუმრებით. არ ვიცი რამდენად განუგეშეთ ახლა ამით, მაგრამ მაშასე სტუდიაში ბნელდება ყველა ვიფარეთ ნიღავს. უნდა გითხრათ თქვენს და მაყურებლებსაც, რომ ფარული კენჭისყრის მიხედვით ჩვენმა მონაწილეებმა თავად ამოიღეს დოლურიდან ის ადგილი, რომელზეც ახლა სხედან. მაქსიმალურად ფრთხილად და ჩუმად. მხოლოდ ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს. ახლა უნდა გვანიშნოთ თუ რომელ მოთამაშეს დაატოვებინებთ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. ნათდება სტუდიაში ყველა ვიხსნით ნიღავს. მაგიდას ტოვებს ნომერი მესამე სეზონის პირველ მაგიდაზე ვეპატიჟებით ნომერ 9 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. სხვათა შორის წინაზეც მასე ვთქვი, რომ პირველს მე გამაგდებდნენ გული მიგზნოდა, მაგრამ ეხა იმდენი ვილაპარაკე, რომ მართლა პირველი მე გამაგდეს რა. პატიოსან მოქალაქეებს წარმატებას უსურვებ, მეც ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვიყავი და ვარ და ვრჩები და ძალიან გამოცდილი მოთამაშეები სხედან ერთმანეთის პირისპირ და იმედია, რომ ძალიან მაგარი თამაში გამოვა. წარმატებები ყველას. დიდი მადლობა, ვეშვიდობებით, გავაცილოთ 9 ნომერი თუ შეიძლება, დიდი მადლობა. მადლობა და უნდა გითხრათ, მე ვალდებული ვარ, რომ როგორც შეგპირდით, უნდა გითხრათ 9 ნომრის როლი. 9 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე, ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს, თამაში გრძელდება საერთო 90 წამით, დრო ჩაირთო. იყო მისი გავარდნა.
ვიყავი, რომ პატიოსანი იქნებოდა. რაღაცა მომენტში ხა სუხიტოს 3 ნომერს უთხრა ჩემზე გამოსტილი და წარმატებებს გისურვებდა, ანუ რაღაცა მომენტში ერთი წამით ვიფიქრე, რომ რაღაცა ჩააწოდა რაღაც მომენტში, მაგრამ ეს ძალიან ბანალური თემაა ხა. ეთყობოდა რაღაც body language-საც ეთყობოდა, რომ ყველა თქვა აქ, რომ მე პატიოსანი ვარ, მე პატიოსანი ვარ. თავისთავად ყველა მაგას იტყვის, რომ მე პატიოსანი ვინ იტყვის, მაფიოზი ვარო. ეს შესაბამისად არავის არ გამჩენია. პირველ 90 წამი იყო თუ რამდენიც იყო და ყველაზე მეტად 9 ნომერზე მქონდა, რატომღა. ეჭვი მართლა? ეჭვი, ხო. იმიტომ რომ იმნაირად ყველამ ცოტა სხვანაირად თქვეს და რომ პატიოსანი ვარო და ახლა ცოტა რაღაც პროცენტულად ცოტა შეიძლება ყველას მიმართ გქონდეს რაღაც დოზით ეჭვი, მაგრამ იმაზე უფრო მქონდა და ანუ არ მეგონა პატიოსანი. ესე იგი როგორც ჩანს ამ თამაშში გაიხნის გამოცდილება მქონდა, მაგრამ კიდევ ერთი ესეთი შეცდომა აღარ უნდა დაუშვათ. კიდევ პატიოსანი მოქალაქის დაკარგვა არ გვაწყობს ნაკლები. ეგ იყო ისაც განწილული იყო, ვიღაცა ერთი უნდა გავარდნილიყო. ხო, ნუ ეს განწირა უკვე ნიღბოსანმა და ჩვენ პატიოსმანმა მოქალაქეებმა აღარ უნდა დაუშვათ. ეს ლოგიკური ამას რა ლოგიკასაც ვერ არაფერი არ ქონდა. ხო, ნუ რაც ხდება პირველი ვინც ვარდება ვერ არის. ხო. ეგ ნიბოსნების გემოვნება. მაგრამ რატო გადაწყვიტეს ეგ არის ძალიან საინტერესო. დრო ამოიწურა, ახლა დაიწყება მეორე წრე და უნდა შეგახსენოთ, რომ ამ წრის განმავლობაში გაქვთ საშუალება, რომ დაასახელოთ კანდიდატები, რომელსაც შემდეგ კენჭი უნდა უყაროთ. მეორე წრეს გახსნის ნომერი 2, 2 ნომრის 60 წამი. ყოფილი ვარ მაინდა-მაინც მაგარი რომ ეგონა ჩემი თავი. თუმცა ანუ რამდენი იმის დასახელების უფლება მაქვს. თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე კანდიდატი თქვა, თუმცა მე მხოლოდ ერთი კანდიდატის მიღების საშუალება მაქვს. აი წეგან რა თქმა უნდა პირველად ხუმრობის დონეზე ვთქვი 5 ნომერი. რო ეჭვი მაქვს მასზე მეთქვი. ახლაც ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული და 5-ზე, 6-ზე და 3-ზე მაქვს რატომღაც. თუმცა ძერ კარგი არგუმენტები არ მაქვს. თქვენი კანდიდატურა. მაშინ 6. 6 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, 3 ნომერს უსმენთ 3 ნომრის 60 წამი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ კობას მსჯელობაში რაღაცა ისრების გადატანებში და რაღაც არალოგიკურ მწყობრ მსჯელობაში რაღაცა ცოტა ეჭვის დონეზე მაქვს, ოღონდ მართლა ზუსტად ვერ ვიტყვი. რაც შეეხება მე-6-ზე თან ყველას დაერია გადაცხრი. იმაზე მაქვს, იმაზე მაქვს და იმაზე მაქვს. რაც შეეხება 6 ნომერზე, აი არ ვიცი, შეიძლება. ანუ ერთს იმას ვიტყვი, ერთს ამას. და აი პირველ ნომერს რაღაც ძალიან ისეს რა. თან პირდაპირ უჯდა 9-იანი, აი მაგ დროს ფიქრობ ხოლმე, აი ვინ შეიძლება გააგდო რა ლოგიკა შეიძლება რომ დაემკვემდებაროს, ოსა პირველად აგდებენ ადამიანს. ან კარგა უნდა ხედავდე. ან სხვა მეტი ლოგიკა არ არსებობს. კანდიდატს არ შეეხება, მოდი კობას ვიტყვი. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 4 ნომრის 60 წამი. აუ რა რთულია, ხა მე და 3 ნომერი უკვე მეორედ ვსხედავთ ერთ მაგიტასთან და რა დაგაკვირდი, ცოტა ეჭვი მაქვს, არ გასახელებ რადგან ეგ პირდი. მაგრამ ეჭვი მაქვს, შეიძლება ესე რო არ მოგატყო ზურგს უკან რო არ თქვა და მგონი ხარ შენ, მაგრამ არ გასახელებ, ეჭვი მაქვს უბრალოდ რა. რაღაც დაკვირვებიდან გამომდინარე. მაქვს ეჭვი, მაგრამ არ გასახელებ. აი სხვათა შორის 6 ნომერზეც ცოტა გამიჩნდა ეჭვი, რაღაცა მსჯელობიდან გამომდინარე. მაგრამ ესეც რაღაცა ვარაუდის დონეზე თუ რაღაცა იარაღს დამატებ და დაასახელო, დავასახელებ, მაგრამ თუ არა მირჩევნია რომ არ დავასახელო, 2 კანდიდატურა მყავს. ასე ვთქვათ რა. 6 ნომერი დასახელებულია, თქვენი კანდიდატურა. შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ეს თქვენი უფლება. აუ მოდი თავს შევიკავებ ეხლა. კი ბატონო. ამ წრეზე გასაგებია 3 ნომერს ერთი გაფრთხილება და 5 ნომერს უსმენთ 5 ნომრის 60 წამი. დავიწყებ იმით, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები 3 ნომერს. არეული იყო და მართლა გადაცხრილა, შენ თქმის არ იყოს. კობამ ვასახელებ პირდაპირ კანდიდატურას და ეს არის კობა ჩემი კანდიდატურა. რაც შეეხება მსჯელობის ფორმატში
6 ნომრის, ანუ დანარჩენებზე მე არავიზე ეჭვი არ მაქვს და ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველაზე ძირეულად და ყველაზე ესე ვთქვათ ფუნდამენტურად კობა გამოიკვეთა ამ შემთხვევაში და თუ რაიმე ბატონო წამყვანი მიმიკებსაც მნიშვნელობა აქვს და რაღაცა ხელის მოძრაობებსაც თუ აკვირდებით 8 ნომერმა, როდესაც მოიხსნა ნიღაბი, რაღაცა გააკეთა და ანუ ეს ნიშნავს რომ უკვე რაღაც მივიღე მონაწილეობა და ეხლა შედეგს ველოდები. ეს არის უბრალოდ არანაირი ისე ძლიერი არგუმენტი არ არის, უბრალოდ ჩემი კანდიდატურაც არის ორიანი. რა თქმა უნდა, ყობა. ორიანი დასახელებულია. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ, შეგახსენებთ დასახელებული არიან 6-იანი და 2-იანი, 6 ნომრის 60 წამი. არ ვიცი რამდენად სწორად მსჯელობა ხლა, მაგრამ მე ვეცდები ყველანაირად რომ სწორად მიმსჯელო. მეორე ერთი წრის შემდეგ ჩემთვის რაღაცები უფრო ნათლად ლაგდება ხოლმე. 2 ნომერმა ჯერ 5-იანს აი რაღაცა მიზეზი მოუძებნა საიდანღაც და ელოდებოდა რომ აქედან შეიძლება ეს აგორებულიყო. შემდეგ არ აგორდა. აი ხლა 6-იანზე ანუ ჩემზე ცდილობს, ანუ ყველას გადაგვიარა და ცდილობს რომ სადღაც ვიღაცა რაღაცა წამოიკიდოს. ჩემთვის ცალსახად შავი კარტი ამ ეტაპისთვის ემოციურ დონეზე არის 2 ნომერი, 3 ნომერი, 4 ნომერი, 5 ნომერი, მე მგონია რომ არიან პატიოსანი მოქალაქეები. 9 ნომერს რაც შეეხება, 9 ნომერმა ერთი რაღაც თქვა 2 ნომერზე რომ მიხარიაო რომ ჩემზე გამოცდილი მოთამაშეო, გამოგვადგებაო რაღაცაო და მე ის გააგდეს, ანუ ის მაფიოზი არ იყო და ამან უფრო გამიწითლა მე 3 ნომერი ჩემს თვალში. აქეთ ხარეს რაც შეეხება 7 და 8 ნომერზე უფრო ანუ არ მაქვს ჯერჯერობით ეჭვი, უფრო ნეიტრალური ვარ, მაგრამ რაღაცებს ვაკვირდები და მგონია რომ ერთ-ერთი ნიღბოსანი აი აქეთ კანდიდატურა. თქვენი კანდიდატურა. 2 ნომერი. მიღებული. 7 ნომრის 60 წამი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რასაც ვაკვირდებოდი ესე ვერ ვიტყვი ესე ზუსტ იმას, რადგან ძალიან რთული არის, მაგრამ 2 ნომერთან ძალიან შეტევით წახვედით მართლა, იმიტომ რომ კი, კანდიდატურა აირჩიეს 6-იანი, 5-იანი და 3-იანი და ჩემი აზრით არ იყო მან რაღაც სისწორე, რადგან მეც გეთანხმები მაგაში, რომ ფიქრობ მეც 8 ნომერზე რატომღაც, იმიტომ რომ ვიცი რომ არ შეიძლება მე 8 ნომერი არ დამის ხელები. არა, გასაგებია, აქეთ მარტო ვარ მე, კი ბატონო, ეგ შენი გადასაწყვეტია და შენ უნდა თქვა პასუხი. მე გეუბნები უბრალოდ რომ 8 ნომერზე 2-ზე და 6-ზე არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან იცავს საკუთარ თავს და რაღაც გონია რომ თლად მიღბოსანი ვერ იქნება. და რატომღაც 8 ნომერზე და 2 ნომერზე მაქვს ეჭვი. თქვენი კანდიდატურა. მოდი იყოს 2. 2 სადაც დასახელებული იყო, მადლობა და 8 ნომრის 60 წამი. რაც შეეხება 5 ნომრის მიმართ ვიტყვი რომ ეს ესეთი არ ვიცი ჩვენ მაქვს და ალბათ მთელი თამაში ესე მექნება, ეს იმიტომ რომ ავხსნა რომ ამის გამო მართლა არ გირჩევთ რომ დამასახელოთ მე როგორც ნიღბოსნად. ეს მე ვიღებ მეორეს. ეს არის რა ქვია, მე არ ვიცი როგორი ჩვევები გაქვს და ამიტომ არა, ხო და მაგიტომ ვიძახი რომ უბრალოდ ამის გამო რაღაცა არ გადაწყვიტოთ მოკლედ. ანუ კანდიდატი არ მყავს პირდაპირ ესე რომ დავასახელო, უბრალოდ მეც მივყვები იმ ლოგიკას, რომ 5 ნომრის მიმართულებით საუბრობდა და უცბად 6 ნომერი თქვა, მაგრამ ვერ ვასახელებ რა ამას. თუმცა ხმის მიცემაზე ვიტყვი ჩემს აზრს და ჩემს კანდიდატს ვიტყვი და შეიძლება გავწი რომ ამით პატიოსანი მოქალაქე, მე როგორც პატიოსანი მოქალაქე. თუმცა მივხვდები მაგის მერე ვინ არის ერთ-ერთი მაინც ნიღბოსანი. თქვენი კანდიდატურა. ვერ ვასახელებ კი ბატონო, გასაგებია. მაგიდაზე კვლავ რჩება მხოლოდ 2 კანდიდატურა, 6-იანის და 2-იანის. პირველ ნომერს უსმენთ, პირველ ნომრის 60 წამი. ხავ ყველაფრიდან საერთოდ რამის აზრის გამოტანა 6 ნომერს რაც შეეხება არ მგონია, იმიტომ რომ აი ძალიან დარწმუნებული სახე აქვს რომ პატიოსანი მოქალაქეა. აქეთ არ ვიცი. 2 ნომერი და 3 ნომერი ალბათ უფრო. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ალბათ 2 ნომერს დავასახელებ, იქნება ჩემი კანდიდატი 2 ნომერი. 2 ნომერი დასახელებულია. დასრულდა მეორე წრე. მაგიდას ყავს მხოლოდ 2 კანდიდატურა. 6 ნომრის კანდიდატურა და 2 ნომრის კანდიდატურა. ზუსტად ამ თანმიმდევრობით 6-იანი და 2-იანი თქვენ ახლა მოგეცემათ თავის მართლების საშუალება, თავის მართლების ფაზაზე გადავდივართ, რაც თავის თავში გულისხმობს დამატებით 30 წამს. 6 ნომრის 30 წამი.
რომ ორი ნომერი იქნება შავი კარტი, იმიტომ რომ ჩემთვის ცალსახად ნათელია ვინ არის მეორე ნიღბოსანი და ამას აუცილებლად ვიტყვი ამის მერე თუ არ გამაგდებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ალბათ გამაგდებენ, მაგრამ ჩემთვის მე პატიოსანი მოქალაქე ვარ და ჩემთვის 7 ნომერი არის შავი კარტი, იმიტომ რომ ორი ნომერი თავიდან რატო შეუტიეთო ყველა მოჯერო, მე მაინც ბოლოს ორი ნომერი დაასახალა და თან ჩემი ხმა მოისყიდა რომ აუ შენზეო რაღაცაო დარწმუნებული არ ვარო, ჩემი კანდიდატი შემდეგ იქნება 7 ნომერი თუ არ მომკლეს, მაგრამ თუ მომკლეს მაინც 7 ნომერს დავტოვებ. ეხლა ორი ნომერი გადის. მაშასე. ახლა ორი ნომრის 30 წამი. ვიცით ვიტყვი, ხალხო, პატიოსნებს მოგმართავთ, ვინც ხართ. ძალიან მიყვარდა ყოველთვის ამ თამაში, რომ ყოფილიყავი მაფიოზი, ანუ ნიღბოსანი და არა ვარ. წეღან მე 3 ადამიანზე მქონდა ეჭვი, 6-ზე, 5-ზე და 3-ზე. მაგრამ საბოლოოდ მაინც მე სახის მიმიყიდან და იქვე აღნიშნა რომ ეს არგუმენტი არ იყო. უბრალოდ ინტუიციას მივენდა და ზეპირად დავასახელე და ეხლა ვეღარ ვასწრებ უკვე და თუ რამე 3 ნომერს დააგვიდით კარგად. დრო ამოიწურა. თავის მართლების ფაზა ამით ამოიწურა. გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე, მაშასე. 6-იანი და 2-იანი. ორი კანდიდატი, ან 6-იანზე აწევთ ხელს, ან 2-იანზე. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 6-მა? გასაგებია, მხოლოდ 2-იანი ფიქრობს, თავის თავზე ხო არ აწევდა ხელს. 2 ნომერს ვემშვიდობებით, 2 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ანუ მე ვინ ვარ ეს ხო უკვე გასაჯაროვდება, ხო? ჩემი გასვლის მერე, რადგან გავარდი, ხო? და რადგან გასაჯაროვდება და რომ მიხვდებით, რომ პატიოსანი ვარ, მიხვდებით კი არა და რო დაინახავთ. რაც მქონდა თავიდან ეჭვი 3 ადამიანზე და ერთი დავასახელე, იმ 3 ადამიანს მიაქციათ ყურადღება. 3, 5 და 6. თუმცა ბოლოს უკვე 7-ზეც გამიჩნდა. მადლობა. გავაცილოთ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება. მაშასე 2 ნომერი იყო. 2 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე, თქვენ კიდევ ერთი პატიოსანი მოქალაქე დაკარგეთ, ახლა გადავდივართ ნიღბების ღამეზე, ბნელდება სტუდიაში, ყველა იფარებს ნიღაბს. კარგად მივიფაროთ ნიღბები. მაშასე ახლა ნიღბოსნები გვანიშნებენ თუ რომელმა მონაწილემ უნდა დატოვოს მაგიდა. გადაწყვეტილება მიღებულია. ნაცდება სტუდიაში. რამოდენიმე წამში თქვენთან ერთად გაიგებს მაყურებელი ვინ დატოვებს ახლა მაგიდას. მაგიდას ტოვებს ნომერი 6. 6 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. მოკლედ, ორმა ნომერმა ძალიან აგვჭრა და ძალიან დაგვავნია მართლა, იმიტომ რომ ჯერ 5 ნომერს შეუტია, მე შემომიტია რაღაცა, ანუ ჩემი აზრით ცოტა პატიოსნიდან გამომდინარე არასწორი თამაში იყო. მე ჩემთვის 3 ნომერი, 5 ნომერი ისევე წითელი კარტია და ანუ ერთმანეთს ძალიან ჩაეჭიდეთ. 7 ნომერი არის ჩემი კანდიდატურა, ემოციურ დონეზე, აი დარწმუნებული ვარ, რომ არის შავი კარტი და პირველი სიტყვა რაც იქნება არის ის, რომ 7 ნომერი თამაშთან აუცილებლად უნდა გაუშვათ. ეხლა ვტოვებ 7 ნომერს და გადის 7 ნომერი. ვითამაშოთ ბალანსი და გამომყვეს 7 ნომერი. მადლობა ძალიან. 6 ნომერს ვემშვიდობებით, გავაცილოთ 6 ნომერი. მადლობა. ახლა კი საერთოდ 90 წამი, სადაც ყველას შეგიძლიათ საუბარი, დრო ჩაირთო. პირველი ბოდიში რა. პირველი ნომერი საერთოდ არ არის ჩართული რა ფაქტიურად და ძალიან ჩუმად არის და რაღაცნაირად მე ჩემი ეს არის ინტუიცია, მეტი არაფერი. აი ვერ ვამბობ მარტო იმას ვამბობ, რომ ამ ადამიანის სიჩუმე და ჩუმად ყოფნა ხო. და თამაშებში როგორ იყავი, ჩართული იყავი თუ ესე? და თან ვიცი რომ იმერეთიდან ქუთაისი და აბაჩქარა და აბაჩენგენაცო და ხო სტრატეგია ხარ. აი ლიზას ვიცნობ ეხლა. ძალიან ჭკვიანი არის ნიღბოსანი, რატომ სპეციალურად გააგდეს 6 ნომერო ჩემზე დაგესახელებინათ იმიტომ მე ვაფშე საერთოდ არა ზოგადად მე თქვენი გადასაწყვეტია ვარ პატიოსანი მოქალაქე იქ შემიძლია თამამად განვაცხადო, მაგრამ ძალიან მაგრად თამაშობს ნიღბოსნები და
მინდა ვთქვა რომ სპეციალურად იყო ეს ყველაფერი. გადაცემა ასე მიყურებს. ნამდვილად. რატო მიყურებს ვერ? არა, სპეციალურად გააკეთეს, რადგან ჩემზე დაგესახერებდა და ანუ მე ნიღბოსნებიც რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ ეგ შენი მხრიდან თავის დაცვაც არის რაღაც მომენტში. არა, თავის დაცვა რა. ანუ შენაყოფა. კიდანაც შეიძლება მივუძო ორი მხარია. ხო, ანუ თან ვფიქრობ უფრო მეტად, რომ თავის დაცვაც არის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში წეღან აღვნიშნე კიდეც, რომ ორი ნომერი თუ პატიოსანი მოქალაქე აღმოჩნდება, მეთქი მე გავიგებ ვინ არის მეთქი, მეტწილად ერთ-ერთი თუნდაც ნიღბოსანი თქო და ამ შემთხვევაში რაღაც მიმყარდება რა ის ანუ მაინც ჩემზე ფიქრობ ესე ვთქვა. კი ბატონო, თქვენი არჩევანია, მე თამამად შემიძლია. ეგ უფრო მგონია რომ თავის დაცვა ახლა. ფაქტობრივად შეცდომით ხელისუფლება არ გვაქვს და ეხლა მეც მგონია რომ ერთდროულად ვინც უფრო ჩანს ესე კაფიოდ და ვისაც ფიქრობს დრო ამოიწურა. მე უნდა გითხრათ ვალდებული ვარ რომ მე-6 ნომერი იყო პატიოსანი მოქალაქე. კი ბატონო, მე მაინც უნდა გითხრათ. მესამე წრე დაიწყება ახლა, მესამე წრეს გახსნის ნომერი 3, 3 ნომრის 60 ძალიან ცუდია რომ შევცდით ერთ ადამიანში განსაკუთრებულად იმაში ჩვენი ცოდვა არ არის პატიოსან მოქალაქეებს გულისხმობ გააჩეხება მე-6 ნომრის ლოგიკას რომელიც ჩამოაყალიბა არის რაღაცა მაგაში რომ შესაძლოა მე-7 ნომერი იყოს შავი კარტი თუ იმასაც დავუმატებთ რომ მე-7 ნომერმა საკმაოდ არასწორი ლოგიკა განახორციელა, განავრცო შემდეგ. მაგრამ შეიძლება ვცდები კიდევაც 7 ნომერში. პირველ ნომერს რაც შეეხება, არ ვიცი რა, კიდე რაღაცა აქედან მაწუხებს, იმიტომ რომ რაღაცა არაადეკვატური თამაშის სტილია, იმიტომ რომ თან ჩუმად არის, თან რაღაც არც არავის აკვირდება ამ დროს. როცა პატიოსანი ადამიანი ხარ, ყოველთვის აკვირდები რომ შეგინდა რომ ამოიცნო. ამან უბრალოდ ფიქრობს იმაზე, შემდეგზე ვინ გააგდოს, გულისხმობ ნიღბოსანს. ჩემი აზრით შეიძლება, ოკეი, აღარ დამწ. დრო ამოიწურა. გაფრთხილების ხარჯზე შეგიძლიათ მხოლოდ კანდიდატის დასახელება 4 ნომრის 60 წამი. გაფრთხილებას ავიღებ. ჩემი აზრით, ბარემ დავამთავრებ. პირველი და 7 ნომერი არის ან ორივე, ან ერთ-ერთი. ამ ორიდან. გასაგებია 4 ნომრის 60 წამი. თამაშობის უფლება არ გვაქვს, ჩემთვის ყველაზე მკაფიოდ, ინტუიციურადაც, მსჯელობის დონეზეც ძალიან მიყვარხარ, ძალიან მომსახარ, მაგრამ 7 ნომერი დავასახელებ რა, იმიტომ რომ თქვენი კანდიდატურა 7 ნომერი, მივიღო 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. აღარც ჩავშლი რა, შეგვიძლია. მადლობა. 5 ნომრის 60 წამი. პირველი ნომერი. არანაირი 60 წამი, პირველი ნომერი. ჩემი ინტუიციურად, აი ეს პატარა ჩაღიმებით ეხა ამახსენდა კობასაც. ვაიმე რა ავქნათ და რაღაც მომენტი, აი პირველი ნომერი ჩემი კანდიდატურა პირდაპირ. და მე თუ გამაგდებთ, მე ნახავთ რომ პატიოსანი მოქალაქე გააგდეთ და მე არ ვიცავ თავს საერთოდ პირველი ნომერი. მადლობა. მადლობა. 7 ნომრის 60 წამი. ესე მაინც ვერ დავასახელებ, მაგრამ აი რატომღაც მართლა ემოციურად ვფიქრობ, რომ მაპატიე ძალიან მიყვარხარ, ხო იცი, მაგრამ მერვე ნომერს ვფიქრობ თავიდანვე და თქვენი გადასაწყვეტი, ეხლა მე არ დავიწყებ, რომ მე არ ვარ ნიღბოსანი, მე არ ვარ, არა, მართლა პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერი იყო გათვლილი. აქ ძალიან ისეთი მოთამაშეები ზიან და დარწმუნებული ვარ, რომ მე რო გავაგდებ ძალიან დიდ შეცდომას გავუშვებ და ჩემი ნომერი 8-ზე. 8 ნომერს უნდა მოусმინოთ 8 ნომრის 60 წამი. არგუმენტი რო ვთქვა რომ 7-იან ერთი გავთქვა. ძალიან მომეწონა და კარგი იყო თქო 7 ნომრის ის რომ მე დამასახელა, ვერ ვიტყვი მაგას, თუმცა ჩემი ხმა და ჩემი კანდიდატიც 7 ნომერი არის. იმიტომ რომ წეღანაც თქვი, აი ორი მხარე ქონდა იმ თავდაცვა და მეორე მხარე და ხო, აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ თავი დაიცვა იმით. ვიდრე უფრო კატო დაიცვა. ამიტომ 7 ნომერს ვფიქრობ მეც კანდიდატს 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, 7 ნომერს მეორე გაფრთხილება და პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ პირველი ნომრის 60 წამი. არ ვიცი, ანუ რატო გადაწყვიტა 3 ნომერმა და 5 ნომერმა რომ მე შეიძლება ნიღბოსანი ვყოფილიყავი, მთელი გადაცემა მაკვირდება, მიყურებს, უნდა რომ რაღაც წაიკითხოს საბჭებს სახეზე რომ გიღაბი მაქვს, მაგრამ რატო არ ვიცი. შეიძლება ჩემზე ცდილობს ახლა გადმოტანას 5 ნომერი და 7 ნომერს რაც შეეხება, არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან ლოგიკურად ამბობს რაღაცებს. ჩემი კანდიდატურა 5 ნომერი.
5 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. იმიტომ რომ ძალიან მთელი ისა გადაცემა, აი, ჩავაჯი. კი, უეჭველი თან პირველიც არის. უეჭველი. 4 ნომერს ერთი გაფრთხილება, კიდევ ერთი გაფრთხილება 5-იანს და გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე 7 1 8 5. ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ თავის მართლების 30-30 წამი. 7 ნომრის 30 წამი. მოკლედ, არაფერს არ ვაპირებ, არ ვაპირებ თავი მიმართლო. ვარ პატიოსანი მოქალაქე და კიდევ ერთხელ ამბობ, რა თქმა უნდა, ორი მხარე აქვს მაგას, მაგრამ მე წავედი იმ მხარეს, რადგან ლოგიკურად ეგრე გააკეთეს და ჩემი გადმოსახედიდან მართლა ეგრე გამოვიდა თქვენი გადასაწყვეტია რას და როგორ იზამთ, მაგრამ გეუბნებთ, რომ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. მადლობა დიდი. მადლობა. პირველი ნომრის 30 წამი. ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ, ახლა მე თუ გამაგდებთ, იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე დატოვებს ამ თამაშს. რატომ იყურებთ ასეთი ეჭვის თვალით ყველა ვერ დავადგინე რა გავაკეთე საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია ვაკვირდებოდი ყველას და აი კიდე გაფრთხილებას მივიღებ იმიტომ რომ გიყურებთ რომ არაფერს არ აკეთებ და იმიტომ რომ ვაკვირდები უბრალოდ მოსანი გონი დაკვირვება დანაშაულია ვერ გავიგე დაკვირვება დანაშაული როდის გავა არა რაღაცა თქვი როგორ გამარჯვე რა სახელი გვარი გვიდ როგორ რაღაცა გიტყავი და გავიგოთ რა კაცმა დიდები რა კაცუნა იმას მეოთხე გაფრთხილება 5 ნომერს. დროა მოიწურა 8 ნომერს უნდა მოусმინოთ 8 ნომრის 30 წამი და 7 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება. არ დამჭირდება 30 წამი ძალიან მოკლედ ვიტყვი. ჩემი გავარდნის შემთხვევაში, პატიოსანი მოქალაქის გაგდების შემთხვევაში ძალიან დიდი უპირატესობა ექნება ნიღბოსნებს. ამიტომ გთხოვთ პატიოსან მოქალაქეებს, რომ ძალიან კარგად დაფიქრდეთ და არგუმენტებს, რომლებსაც იძახიან ჩვენი მონაწილეები, სწორად შევხედოთ. მადლობა. 5 ნომრის 30 წამი. 30 წამი არის პირველი ნომერი. ქუთაისიო, სიხარულიო, იმერეთიო და ვაფშე მდუმარებაშია. ვერ გავიგეთ რა ვქნათ. აი, ეჭვი არის ეს საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და მანდან კობასთან გახედე და კარგონი არანაირად. აი, 7-იც თან მინდა რომ არა, ძალიან ვიცი რომ პირველი ნომერი დროა მოიწურა. 4 ნომერს ერთი გაფრთხილება. გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე, ზუსტად ამ თანმიმდევრობით დავასახელეთ. 7 1 8 5. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა 4-იანის და 8-იანის ხმა გადავიდა 7-იანზე. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა პირველმა 5-იანის და 3-იანის ხმა გადავიდა ნომერ პირველზე. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 8-მ 7-იანის და 1-იანის ხმა გადავიდა 8 ნომერზე და ნუ 5-იანი შესაბამისად აღარ დარჩა. საინტერესო 5 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება და მე მინდა შეგახსენოთ ახლა ეს რამე. 5 გაფრთხილება გაქვთ. 1 გაფრთხილების აღების საშუალებაც გაქვთ, მაგრამ თუ კიდევ ერთსა მე-7 გაფრთხილებაზე უბრალოდ მოგიწევს რომ დავეშვიდობოთ. მაგიდას ახლა ყავს 3 კანდიდატი. 7-იანი, 1-იანი და 8-იანი. დამატებით 30-30 წამი მოგეცემათ 7-იანს, 1-იანს და 8-იანს. 7 ნომრის 30 წამი. მოკლედ მე ერთს ვიტყვი ხო რომ ძალიან კაფეოდ გამოჩნდა აქ რაღაცეები. როგორც მახსოვს 5 დაასახელა პირველმა ნომერმა, ხო? და უცებ მე გადავიდა 8 ნომერს და ვერ მივხვდი უბრალოდ რანაირად და როგორ. ამიტომ მე ეჭვი მაქვს უკვე აი ეხლა მან დამერხარო. პირველზე და 3-ზე. დარწმუნებული ვარ რომ ავიღებ პირველზე და 3-ზე. და სწორად დაასახელა 6-მა ნომერმა, 6-მა ნომერმა სწორად დაასახელა რომ მე გამაგდებდნენ და წინ იქნებოდა. აბა დროა მოიწურა. მადლობა. პირველ ნომერს ერთი გაფრთხილება და ახლა უსმენთ 30 წამი პირველ ნომერს. ანუ თავი დავიცავი უბრალოდ. რა არის აქ არალოგიკული ვერ მივხვდი. კარგი. 8 ნომერს უნდა მოусმინოთ 8 ნომრის 30 წამი. თავდაცვა გამოიყენა ეხლა. ამანას მარტო იმან არა. ამანას თავდაცვა გამოიყენა და ნუ არა უშავს ეხლა გაწირავს რა ერთ ნიღბოსანს და ერთი დარჩება და მე რაღაცა შანსები კიდე ექნება. ნუ მე უკვე ვფიქრობ რომ ეს ორი არიან, არ ვიცი. ჩემზე აღარ ვიძახი რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ თქვა ეს ორნი არიან ნიღბოსნები. დაასრულეთ. დიახ, დავასრულე. მადლობა. 3-მა, 4-მა და 5-მა უნდა გადაწყვიტოთ ვინ დატოვებს თამაშს. მაშასე, ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა 1 ხმა, ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა პირველმა 1 ხმა, მეორე ხმა, კი ბატონო, ეს ითვლება, პირველი ნომერი ტოვებს თამაშს, პირველი ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ანუ ეს
იყოს სრული თავდაცვა, რომ შევხედე, რომ ჩემსაზე 2 იყო აწეული და უბრალოდ უკვე აზრი აღარ ქონდა ჩემი 5 ნომერზე ხელის აწევას, მაგიტო თქვი და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით და თქვენ ახლა ამას შეხედავთ აუცილებლად, მადლობა დიდი. მადლობა, ვემშვიდობებით გავაცილოთ პირველი ნომერი. მაშასე, მე კი უნდა გითხრათ პირველი ნომრის როლი. პირველი ნომერი იყო პირველი ნომერი იყო ნიღბოსანი. ჩვენ გადავდივართ ნიღბების ღამეზე. ბნელდება სტუდიაში, ყველა ვიფარებთ ნიღაბს. არა, ბიჭოს, მოსკოვში. მაშასე ძალიან ჩუმად და ძალიან ფრთხილად. ნიღბოსანი გვანიშნებს თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში. გადაწყვეტილება მიღებულია. ნათდება სტუდიაში. ყველა ვიხსნით ნიღაბს. და თქვენსავით ახლა მაყურებელი ფიქრობს ვინ იქნება ის ვინც დატოვებს თამაში. მაშასე მაგიდას ტოვებს ნომერი ნომერი 5 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. უთვალავი პროცენტით 7 ნომერია ნიღბოსანი 8-3-4 ვეუბნები და ამის არგუმენტი არის ის რომ ნებისმიერ მის გამოსვლაში არასდროს არ იყო ემოციური ერთობა როგორც პატიოსანი მოქალაქე. მეორე, როდესაც აწიეს ხელი დიაგონალზე, მე და 4 ნომერმაც კარგად ჩვენ გადავხედეთ ერთმანეთს რომ მოკლედ მარტივად. ლიზა 5 ნომერს ვემშვიდობებით. 100 მილიარდი პროცენტი. წავედით. 5 ნომერს ვემშვიდობებით. გავაცილოთ 5 ნომერი. დიდი მადლობა. ახლა გექნებათ 90 წამი, საერთო 90 წამი და შეგიძლიათ ყველამ რომ ისაუბროთ. დრო ჩაიგდო. ძალიან ქრონოლოგიურად მივყვეთ ახლა ყველაფერს და ფრთხილად. გაუშვათ რომ ეს ვიცით რომ არის, მაინც რო არ დაუშვეთ შეცდომა და რაღაცა არ გამოგვეპაროს. აი მეც მგონია რა თქმა უნდა რომ ეს ორნი იყვნენ თავიდანვე თქვი. მოდი გამოვრიცხოთ რაღაცები. იქნება არ არის. ახლა ვის ველაპარაკებით თუ ეს არ არის ამ ორიდან ერთ-ერთს ნიღბოსანს გესაუბრებით, ხო? აი თქვენ რა არგუმენტები გაქვთ იმის საპირისპიროდ რომ ეს არ არის ნიღბოსანი. აი წეგანაც აღნიშნა ჩემს სიტყვაში, ალბათ გაწირა რა. იმის გამო რომ ერთმა ნიღბოსანმა მოიგოს. რა თქმა უნდა, ეგრე ხდება. ხო და თავდაცვაც გააკეთა და გადმოიტანა, ნუ ჩემზე იძახდა თავიდანვე იდეაში. რომ მე ვიყავი ნიღბოსანი, მაგრამ ბოლოს, ხო. კი ბატონო, და ბოლოს უკვე გააკეთა თავდაცვა მასთან ერთად და გაწირა ნიღბოსანი და დარჩა მარტო. ამოიღე ხმა, იმართლე თავი. მე აი ნახე როგორ სიტუაცია, მე პირდაპირ მე დაგასახელე შენ და შენ, თუ გახსოვს, მე-3 ნომერი და მე-7 ნომერი. აი, ამაზე ვთქვი. რავიდან რომ პირველივე არა უბრალოდ ემოციური ფონი მგონია მეთქი და მე-3-ზე მეორე ნომერმა რო თქვა რომ ძალიან და იმანას გელამას თქვა რომ ხელებიო მეორე ნომერს რაღაცა და მე-3-ზე მქონდა ერთადერთი შეჭრო იმდენად ისე მიყურებდი მეც მაგრამ ნახე როგორი სიტუაცია აქ მაინც და მაინც მე რო გონი ვარ სიტყვაზე კაი გეგონო დამასახელე გავარდები მაგრამ დარჩება იქ ერთი პირდაპირ გეუნები და უნდა აირჩიოთ და ეს ერთი რომელია ან 8 ნომერი, ან 3. შენ არ მგონი ხარ არანაირად. აი რატომღაც ან 3 ნომერი, ან 8 ნომერი. შენი რა მიდის ამ დრო ამოიწურა. არა, ამაზე არ ვიტყვი. არანაირად. ხილად გაუფრთხილ. ნომერს მე არ გავაგდებდი. 7 ნომრის კიდევ ერთი გაფრთხილება და ეს არის მე-4. 4-იანი გახსნის მაგიდას 4 ნომრის 60 წამი კიდევ შეგიძლიათ დაასახელოთ კანდიდატები რა თქმა უნდა. 4 ნომრის 60 წამი. მე ამ 60 წამში შემიძლია ჩემი საყვარელი სიმღერა ვიმღერო, იმიტომ რომ მეტი არ უფრის მსჯელობა არ მჭირდება. ან დარწმუნე სიმღერა. მოდი სიმღერა მე გუნდით რომ მოვალ და ჩემი ბენდით მე იყოს და აუცილებლად ჩვენი იბენდებ. კი ბატონო, იბენდებ, მაშ დაიწყე და აყვე. მე შემიძლია რაღაც რო გავაკეთო. არა, თორმეტ მიიღებთ მეგობრებო. შემიძლია ხა გავთხილებების მიღება ბოლოს და მიხარია თქვენთან ერთად თამაში მიხარია რომ ესე მარტივად გამოვიდა რომ გაიფაქტნენ ნიღბოსნები და დარწმუნებული ვარ რომ ესეთი ულამაზესი მეორე ნიღბოსანი ყავს და გილოცავთ წინასწარ რა. მეტი რა შემიძლია თქვა და მადლობა მეორეჯერ რომ
ვარ აქ თქვენთან ერთად. დაასრულეთ. კი. კანდიდატს ვასახელებთ თუ არა გქონდა? აუცილებლად. ანუ არ გითხოვთ 7 ნომერი, რა თქმა უნდა. გასაგებია 7 ნომრის კანდიდატურა მიიღებულია. 7 ნომერს უსმენთ 7 ნომრის 60 წამი. რაღა დავამატო, ყოველს გონი ვარ მე აზრი არა აქვს. მაი ხა გამაგდებენ, მე დარჩება მაინც ან სამიანი ან 4 დარჩებიან და ერთ-ერთი არის თქვენს წრეში. იქნებ ხელებს. მართლა, თქვენ ერთი არის თქვენში და გადაწყვეტეთ, გამაგდეთ და შემდეგ ნახავთ რა მოხდება და როგორ მოხდება. მე არაფერს არ დავამატებ, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თქვენი კანდიდატურა 8. 8 ნომრის კანდიდატურა მიიღებულია. 3 ნომერს კიდევ ერთი გავფრთხილება, 8 ნომერს უსმენთ 8 ნომრის 60 წამი. მიცას ვეთანხმები, მეორე ულამაზესი ნიღბოსანიც ვიპოვეთ და მიხარია ეს ფაქტი. მეც რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიდ მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ თქვენთან ვარ, დიდი მადლობა მონაწილეებს და დიდი მადლობა მეორე ნიღბოსას გვერდის რომ მილამაზებს გვერდს. მადლობა 3 ნომრის 60 წამი. ო, მართლაც ლამაზი გოგონა სამწუხაროა რომ გტოვებს, მაგრამ რას ვიზარდ. როგორ იქნებდა მაინც რა ისო 3 ნომერი თავიდან. მერვეს. არა. ყველას მიწვდი, ნუ ეხლა მაინც სოლიდარობა გამოიჩინე ქალბატონიან და თან რაღაცა ხოლმე გაფანტა. გილოცავთ პატიოსანო მოქალაქენო, მე მგონი 99% პატიოსანო მოქალაქეებმა ძალიან ისე კონსტრუქციულად, წყობრად მოვიგეთ. შენი შეხედულება თან მით უმეტეს მნიშვნელოვანია, ლევან. ამ მომენტში შენი შეხედულება ძალიან მნიშვნელოვანია. რუიანის მეორე გაფრთხილება და წრე დასრულდა ამით 7-იანი და 8-იანი. ეს ორი კანდიდატი ყავს მაგიდას. ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ საშუალება რომ თავი იმართლოთ და დავუმტკიცოთ თქვენი სიმართლე მაგიდას 7 ნომრის დამატებითი 30 წამი. თქვი აზრი აღარა აქვს, იმიტომ რომ დარჩებიან მაინც ერთი ნიღბოსანი დარჩენილია და კიდევ ვიძახი რომ არის 8 ნომერი, რაც არ უნდა იყოს. მაგრამ სამზეც ეჭვობ, ნუ იმიტომ არა რომ შენ სოლიდარობა ან რაღაც უბრალოდ არ მგონი ხარ ემოციურ ფონზე. ხო, არ ვიცი რატო, მაგრამ მერვე ნომერზე თავიდანვე რაც მქონდა ჩემი აზრი, მაგას მივყვები და მე არ ვიცული ესე ხან 5-ზე, ხან 6-ზე, ხან 7-ზე და ხან იმაზე არ ვიცახი. ამიტომ მაინც მგონი ხარ შენ. არანაირად თავს არ მიმართლებ. დრო მოიწურა. არ იქნები მაგას მივდგები. კი ბატონო. მადლობა. 3 ნომრის მეოთხე გაფრთხილება, 8 ნომრის 30 წამი. ეგ უნდა მეკითხე ხა ბატონო წამყვანო მეც რომ ამ მომენტში რომ პატიოსანი მოქალაქე გავაგდოთ კიდევ. დიახ. ხო კიდევ გძელდება თამაში. თამაში გაგრძელდება. სამში ჩვეულებრივად ვაგრძელებთ და გამოვიცნობთ, ხო? აი ლევანმა გამოიშვირა შეკეთილი და თუ შევცდით უკვე შემდეგში. რადგან იკითხეთ მე ვალდებული ვარ გიპასუხოთ რომ თუ ახლა თამაშს დატოვებს პატიოსანი მოქალაქე, შემდეგ იქნება ნიღბების ღამე. ნიღბოსანი გააგდეს კიდევ ერთ პატიოსანი მოქალაქეს, რაც ნიშნავს რომ ორი პატიოსანი მოქალაქე გამოეთიშება და ერთ-ერთზე მოიგებს ნიღბოსანი. კი ბატონო. თავის მართლების ფაზა ამით ამოიწურა და გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. 7-იანი და 8-იანი. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა 3-яნის, 4-яნის და 8-яნის ხმა. 3 ხმა გადავიდა 7 ნომერზე. 7 ნომერს ვემშვიდობებით, 7 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. დიდი მადლობა ყველას მართლა და იმედი მაქვს რომ კიდე მომიწევთ და აქ დარჩა მაინც ნიღბოსანი ერთი და თქვენ იცით ბოლოს რა. მადლობა, გავაცლოთ 7-იანი. სანამ გავაგრძელებთ თამაშს, უნდა გითხრათ 7 ნომრის როლი. ნომერი იყო ნიღბოსანი და პატიოსანო მოქალაქეებმა მოიგეს ეს თამაში. ოჩახ, ოჩახ კარგი თამაში მოიგეს. პატიოსანო მოქალაქეებმა ძალიან ორი თამაში მოიგეს. ოჩახ, სხვა გზა არა. მოცავთ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გულეუსგან გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საჩუქარი და ასევე რა თქმა უნდა დაგასაჩუქრებს ორი ულამაზესია. ზაქარა, ქართული ხილისგან დამზადებული სიდრი ნატურალური ხრიალა სასი. დიახ, ზაქარას მიირთმევენ როგორც ნიღბოსნები, ასევე პატიოსანი მოქალაქეები. და ის გადმოგეცემათ უკვე.
ჩვენ ერთი თვით გემშვიდობებით საფინალო მაგიდაზე შევხვდებით. დიდი მადლობა. ისე გამიხადა აღარ გეჩქარება და